იღუმენი ნიკონი განკითხვა ძვირფასოდაო მივიღე შენი ვრცელი წერილი მასთან ერთად კი ამანათიც ძალიან გთხოვ ამანათები აღარ გამომიგზავნო რადგან მათ ფოსტიდან არ წავიღებ და ისევ შენ დაგიბრუნდება რაც მხოლოდ უსიამოვნებას მოგაყენებს ვერაფრით გამიგია რა ხდება თქვენთან ფიქრობ დედა ტატიანამ ან უნდა აჩვენოს საკუთარი ძალაუფლება და აღკვეთოს ყველაფერი უჯერო რის შესახებაც შენ მწერ და რასაც არ მწერ ანდა უნდა წავიდეს თუ არ უჯერებენ ან არ ეძლევა იმის გაკეთების საშუალება რაც საჭიროა რათა ღვთისა და კაცთა წინაშე პასუხისმგებლობას გადაურჩეს ნათესაური კავშირების არ უნდა გვეშინოდეს არ შენ იქცევი სწორად სხვების ცოდვებს ხედავ და მთელი ყურადღება მათკენ გაქვს მიმართული საკუთარს კი ან ვერ ხედავ ან ადვილად პატიობ თავს სანამ გულით არ შეინანებ შენ ცოდვებს და მოყვას მის დაცემას არ შეუნდობ არათუ მონაზონი სულით ქრისტიანიც კი არ ხარ თვალი დახუჭე სხვების ცოდვებზე ხოლო თუ მათი დაუნახაობა შეუძლებელია ისე ილოცე ცოდველთათვის როგორც საკუთარი თავისთვის რათა უფალმან მიუტევოს მათ და მაშინ მიიღებ უფლის წყალობას შენი სული მუდმივად შეიცვლება იშვება გულის შემოსვლილება სულის სიგლახაკე ყველასადმი სიბრალული სულიერი მშვიდობა მოუკლებელი ლოცვა და ღვთის სხვა ნიჭები ებრძოლე შენში მცხოვრებ ცოდვებს როგორებიცაა ტყუილი მზაკრობა ცუდმედიდობა ცილის წამება შური უწმინდურება მცირედ მორწმუნეობა მრისხანება სიზარმაცე ამასოფლისეული მწუხარება ღმრთის სახელის დავიწყება სიკვდილის დავიწყება კაცთაგან პატივცემის კანდიდების წყურვილი და სხვა თუ თვალყურს ადევნებ საკუთარ თავს დაინახავ რომ ყოველ წუთს ცოდავ და ღმერთს შეურაცხყოფ მაშინ გულწრფელად აღარ მოგინდება მოყვასის განკითხვა რადგან თავადაც ყოველ გვარი ცოდვის ჩამდენი ხარ იმისიც რომელსაც ახლა სხვაში ხედავ უფალია ჩვენი მაცხოვარი ვერც ერთი ადამიანი ვერ აცხონებს ვერც საკუთარ თავს ვერც სხვებს ყველას აცხონებს უფალი იესო ქრისტე სოფლის მაცხოვარი თუ ვაღიარებ ჩვენ დაცემას და შეურდებით მას რათა გვიხსნას წარწმედისაგან უფალს არასდროს არავისთვის უდგვამს ვარი ვედრებაზე შეწევნასა და ხსნაზე ოღონდ ჩვენ თვითონ ნამდვილად უნდა ვიგრძნოთ საკუთარი მდგომარეობის წარწყვეტის მდგომარეობის საფრთხე ესე იგი უნდა გავაცნობიეროთ რომ ცოდვებში ვიღუპებით რომ არ ვართ ღირსნი არათუ ღვთის სასუფევლისა არამედ ლოცვისაც კი თუ კაცი ამ შეგნებით შეურდება უფალს და შესთხოვს შეწყალებასა და ცხონებას მას ცხონება მიეცემა ცხონების გზა საკუთარი ცოდვების სინანულზე გადის და არა მოყვასის განკითხვაზე ხოლო თუ კაცი განიკითხავს მოყვას ესე იგი ის ვერ გრძნობს თავის ცოდვებს და არ აქვს სინანული და პირიქით საკუთარი ცოდვების შეცნობისა და მათ გამო სინანულის ნიშანი მოყვასის არა განკითხვა აკეთე შენი საქმე რომელიც დავალებული გაქვს ნუ დაიწყებ სხვების საქმეების შხრეკვას მუდამ მდუმარე იყავი ნუ რასოდეს ნუ რავის მიუტანე ენას შენს მიერ მოსმენილი ყოველი სიტყვა ისე დაინთქას შენში როგორც ქვა ზღვის უბსკულში ყველა გებრალებოდეს ყველა შეუნდე გულშიც და თუ შემთხვევა მოგეცემა საქმითაც არა მარტო ცხონება არამედ სულის მშვიდობაც და თვით სამოთხეც უფალ იესო ქრისტეშია დამარხული უფრო ხშირად მოუხმე მის წმინდა სახელს და შენი გული გათბება და ნუგეშინის ცემას იგრძნობ სიბრძნე იქონიე
ნურასოდეს მიმართა მსაკრობას, თავის დროზე ყველაფერი განცხადდება და რასაც დათესავ, იმას მოიმკი. უფალი შეგეწიოთ შენც და დედა ტატიანასაც და ყველას, ვისაც ცხონება სურს. ისინი კი, ვინც მხოლოდ ხორციელი ცხოვრებით ცხოვრობენ, ხრწნილებასა და სიკვდილს მოიმკიან. 1956 წლის 11 ივნისი.